დღეს ვესტუმრეთ ზაზა ჭელიძეს გადმოვედით ბახმაროს ზედა მხრიდან, გადმოვედით აჭარის მხარეს, სოფელ ზორტიყელი არის, ესეთი სოფელი არის. მასპინძელი თვითონ ზაზა ჭელიძე გადასული არის სალოცავად და მანამდე ვისარგებლე მომენტით და მის ბოსტნის დასათვალიერებლად შემოვედი. ეხლა თლად გადაბიბინებული არ არის, იმიტომ რომ მაღალ მთაზე ვართ და აქ ჰავა სხვანაირია. რისთვისაც მე აქ ჩამოვედი დღეს არის რომ ამ კაცისგან წავიღო ჩლეჩილი ყველი, რისგანაც გავაკეთეთ მე ბორანოს და ვისაც კი ვკითხე, ყველა მომასწავლა ამ პატიოსან კაცთან და მითხრა რომ ძალიან სუფთა, ძალიან გემრიელად ამზადებს სამრძის პროდუქტებსო და უკვე მე მგონი მოვიდნენ კიდევაც და გავიცნობ და თქვენც გაგაცნობთ. გამარჯობა. როგორ ზანდე? სასიამოვნო, გიორგიმ ბევრი მოგვიყვა შენს. მენაც ვარ. და ოჯახში ვარ, ზაზა არის ჭელიძე. ოდიში თან დაგიმაგრებს მიგრაფონს. ნამდვილი მთის კაცი და წარმოშობით ორჯუმიდან. დიდი ხანია ვზმაკაცობთ ოჯახებით. ეს არის იალაღი. საზაფხულო ადგილი, სადაც ყველა ორჯუმის სოფლის წარმომადგენელი ამოდის თავის საქონლით. და სამით ვერ რჩება. ამ ნატურალურ ჰაერზე ძროხების არის სტრესი. ეს გამონაბურქი არ არის, სუბთარზეს ვიღებ და აი პროდუქტს ნახე რა მწვანელებია. აი მაქედან მოვდივარ ეს. ესეთი შრომელი ოჯახია, ძალიან მაგარი. ძალიან კარგი. და მოკლედ კაი ადგილზე ვართ. მოდი აბა მივიღოთ დამწნილი ყოველი. ჩამაინტერესო, დამწნილსა და ჩლეჩილს შორის სხვაობა არ არის? ნუ არა, ერთი და იგივეა რა. ხო, ერთი და იგივეა. დამწნილი არის მოხდილი ჩვეულებრივად, სულგუნი არის მაგალითად მოუხდილი რა. მესმის ხო იმერული. ნუ გამოდის ახლა დამწნილიც, როგორც ასეთად მოუხდილიც და მოხდილიც. იმიტომ არის ხო ესე თეთრი და ფითქინა. თეთრი და ფითქინა იმის არის. ხო, და ცხიმი რომ აქვს მაგალითად ის უფრო როგორ გითხრა караქივით რა. ხო. ვითელი შეფერილობს. ხო. ამიტომ და სულგუნი კეთდება მოუხდილი აგით. შემოგევლე და სულგუნი არის ძალიან ცხიმიანი რა, ერთი სიტყვით. ხო, ნუ იგივე მისი ნადურიც რა. ახლა პროცესი რომ მომიყვა, რძე ამოყავთ, ქვემოთ მე საქონლეობას ეწევთ, ხო, ქვემოთ არიან საქონლები. კი ბატონო, ამოვიტანთ, დავუწურავთ, ხო, როცა იქნება. გადავამუშავებთ. გადამუშავებაში რა, ჯერ იმერული ამოყავთ, ხო? ჯერ იმერულივით ამოყავთ, აგერდაივის, აგერდეევს. ხო. ნუ ცოტა კვეთად რას უკეთებთ? კვეთად გვაქვს ბაღარჯის კვეთი რო იტყვიან და ჩვეულებრივი აფთიაქის კვეთი. ნუ ორივეს უყურებთ ერთი მეორეში. ხო. მე ესო ცოტა შემჟავებას ევებ იმას იზამს, მაშინ ვეძახით ჩვენ მაგას მოსვლას რო გაიწელოს კარგად. დამწიფება. ხო, არც მეტი უნდა, არც ნადრევად. ნუ სულგუნი გაკეთეთ. ნუ სულგუნი გამოვიდეს რა. მაგრამ აი მაგ პროცესში რა მაინტერესებს? კაიმაღისთვის როდის იღებთ ნაღებს? კაიმაღისთვის სულგუნიდან არ გამოდის. რძიდან. ხო, რძიდან მაგას ვიძახი. რძეს რო ამევიტანთ, სეპარატორი აქეთ გვაქვს, მაგრამ შეიძლება გარეცხილი იყოს. ხო, აი მაყურებელს რო აუხსნათ რა, ანუ არის დღე, როდესაც პირობითად კაიმაღს აკეთებ, არის დღე, როდესაც აკეთებ სულგუნს. კი ბატონო, მაგალითად მე როგორ შოვი ახლა ნახე, საღამოის რძეს ვაკეთებ კაიმაღად, დილის რძეს ვაკეთებ სულგუნად. და კაიმაღი კეთდება ესე, ხო, რომ მოცივდება მოიდებს ნაღებს. სეპარატორი არის. ხო, სამხარეს გამორდის, ორი ტაფა აქვს, სამხარეს გამოდის კაიმაღი, მეორე მხარეს გამოდის მოხდილი რძე. გამიგე? მოხდილი რძე გამოდის ჩვეულებრივად. მივხვდი. ასე. მაგრამ ისე ძველად ტრადიციულად და რო არ იყო, რძე გაცივდებოდა, მაგალითად საღამოის რძეს გააჩერებდნენ და დილას თავს რო გაიკეთებდა, ზემოდან ცხიმს ყველას მოიცავდა. იმას მოახდინდნენ და ცოტა ათქვევდნენ და მე კარაქადაც მე გადაიყვნენ კარაქად. ეხლა ეს ჩლეჩილი არის ტენილი ჩლეჩილი ეს არის ეს რა ქვია მოხდილი რძისგან გაკეთებული.
და რამდენი ხნის გაკეთებულია? ეს არის ჩათვალე 3 დღეს. აჰა. ბატონო. აუ რა ლამაზებია თან. ეს ხის ჩარჩოში ჩასმული როგორც ასეთად ფორმაც აქვს, ნორმალური არც მგვალია და არც შემოკავებული. მერე ხე ინახავს უფრო საუკეთესოდ, რა თქმა უნდა. მით უმეტეს ხეს აქვს მნიშვნელობა რა ხე იქნება? არც მაგალითად სუნი უდინდება და არც რამე ან პლასმასისთან რაღაც ამდაგვარის და ხე ყოველთვის ჯობია და თანაც არის ფორმალურადაც და ვიზუალურადაც 4 კუთხედად ლამაზად გამოყვანილი. და ამას ორი ადამიანი აკეთებს თუ ერთი ერევა მაგ ყველაფერს? ერთი ერევა. ჯერჯერობით და დაწვნის პროცესი პერიოდში ერთი. ხო, არა საინტერესო. ჩვენ მეუღლე. აჰა. და დანარჩენი წველაში და რამეში მაგალითად ვეხმარები მე რა. ძალიან კარგი. და დანარჩენს გადამუშავების პროცესს ასრულებს მეუღლე. ძალიან კაი და მე კეთდება ამისგან ბორანო. ამისგან კეთდება ბორანო. მერე აგი თუ მაგალითად შემწიფება გინდა მარილ წყალში ჩასვამ, უბრალოდ ჩვეულებრივ ცივ წყალში მარილს გამოიღებს. ხო? ხო და მერე ისეთ ჭურჭელში უნდა ჩასვა მაგალითად ბანკაში ან ვედროში რამე ისეთში, სული არ უნდა მოითქვას. ხო. და ის დამწიფდება არაჩვეულებრივად ერთიანი. მიხთ. სულის არ მოთქმა არის ვაკუუმში მოთხოვნა. ძალიან კაი სიტყვაა რა. კაი, ეგ ერთ ძალიან მინდა რომ მე დღეს გავაკეთო ბორანო და შენ როგორ აკეთებ ისე ბორანო? ბორანოს როგორ ვაკეთებთ? კარაქს ჩვეულებრივ კარაქს. კარაქს და არა ერბოს. ოჯაღისას. ხო. კარაქს, ოჯაღის კარაქს. ნუ განახეთ მაგასაც. კარაქს მოუწვავთ ფეჩზე, ტაფაზე. დამწინ ყველს თუ მაგალითად არის მარილიანი, ხო, მეტად მარილიანი, მიზავ მარილს მეც უარეს და ხო, მეც ვაყრეთ მარილს რომ არის ქნას რა. არ გაგვიფუჭდეს. და მერე მარილი რო გამოუვიდეს ბორანოს გაკეთების პერიოდზე, ვასხამთ ამ დუღარე წყალს თეფშზე. ერთ პერიოდს გამოუცვლით წყალს, მეორეს დავასხამთ. არის ისეთი რომ მაგალითად არა აქვს მარილი და არის ყველი ცივი რა. კარაქი იმ დონის სიცხეს ვერ ინარჩუნებს რომ ყველი გაათბოს და ცივი რომ არ გამოგვივიდეს ბორანო. ამიტომ უბრალოდ იმას ვასხამთ თბილ წყალს, რომ იყოს თბილი შესაბამისი ტემპერატურის იყოს კარაქი. ესე გამოვიდეს კარაქიდან ბორანო. მივხვდი. ძალიან. დანარჩენი კარაქიც გვაქვს დამზადებული მაგალითად და ზამთრის და შენახული. ვა. ბატონო. ბატონო. ეს უკვე ოჯახ თავზე რა აქვს მაგას? მარილი რო მარილი ხო? რამე ისეთი მტვერი ორი რამე. მტვერიც და სიცხესაც იმუშავება. ხო, თავისთავად როგორ აიცი? რეცხავ კარაქს, ანუ ამოღების. ამოღების დროს არაზმა. აგი მაგალითად რო უკვე ვიღებთ რა. აი აქედან რო ამოიღოთ. აქედან რო უნდა ამოვიღოთ, ამ თავს მარილი რაც აქვს, ცოტას მოაცლით და მერე გავაგზავნებთ ჩვეულებრივად რა. რეცხოს. რეცხვა არ ჭირდება. არ ჭირდება. მიზამ ჩვენ მარილიანს სარგებლობთ და ნაკლებ მარილიანია. მაგალითად თუ ვინმე სჭირდება რომ კარაქი უნდა და არ უნდა მეტად მარილიანი, ერთ-ორჯერ გავავლებ წყალში რა. დანარჩენი ასე გვაქვს, ჩვენ ეს სჭირდება ზამთარში, შენ შემოგევლე და ასე ვაწარმოებთ ნატურალურ პროდუქტს. ძალიან კარგი. აი, ახლა ამოვიღოთ დამწნილი. ნუ გავანდელი ვქნათ როგორ გიჩვენიათ რომ იყოს უშინდები. სულ ერთი. ხო, ნუ ბატონო და მილად მიიფით და დიდი მადლობა, ხა ვეცდები ჩავალ და გავაკეთებ ბორანს. მოგეწონებათ და სიამოვნებათ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. წარმატებები, მაგარ საქმეს აკეთებ. თქვენც და ძალიან შრომატევას და ხვავი ბარაკა. გაიხარეთ თქვენც. ყველი ჩამოვიტანეთ, ჩლეჩილი ყველი, აი ესეთი დაწნული ყველი. დაწნული კი არა, მაგრამ დაბწნილი ყველი სხვა არის და ჩლეჩილი ყველი სხვა არის.
ეხლა დღეს მოვამზადებ ბორანოს, იმიტომ რომ ბახმაროში გური აჭარის გასაყარი არის და ძალიან ბევრი აჭარელი ფერმერი და გურული ფერმერს ამოყავს საქონელი აქ და მისდევენ მეცხოველეობას, ასე ვთქვათ და ამიტომ მინდა რომ აჭარული კერძი ბორანო გავაკეთო და ჩლეჩილი ყველის გარეშე ბორანო არ იქნება. პირველ რიგში ჩლეჩილი ყველი უნდა დავჭრათ, თუ თქვენ თბილისში არ მოგეპოვებათ და სავარაუდოდ ესეთი მარტივი ხელმისაწვდომი არ იქნება, მაგრამ თუ გულით მოიძებთ, აუცილებლად მიაგნებთ. და თუ არა, მშრალი ყველი, აი მშრალი სულგუნიც კი შეიძლება გამოდგეს მიახლოებულ გემოდ. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ნაჭრებად და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე არის ამ ყველის და კარაქის ტანდემი. დამწვარი კარაქის ტანდემი. მაგრამ დაფიქრდებით და რაღაც კარაქიდან დამწვარი ერბოსაც წვავენ და ისე აკეთებენ. თუმცა ეს უმაღლესი სამზარეულოს ერთ-ერთი ტექნიკა არის და გასაკვირი არაფერი არ არის და დასაწუნი არაფერი არ ეთქმის, იმიტომ ფრანგებს ძალიან მარტივად აქვთ ეს კარაქის დაწვის ტექნოლოგია გადმოცემული დანარჩენი მსოფლიოსთვის. რადგან დამწვარ კარაქს საკონდიტროშიც კი იყენებენ, იმიტომ რომ თხილის ნოტები, აი როგორც ღვინოში რაღაც სხვადასხვა ნოტები არის, ხო, რო დაატრიალებ და იხსნება, ისე არის სწორად დამწვარი კარაქის დროს თხილის ნოტები იხსნება და უფრო სასიამოვნო იქნება. თუმცა ეხლა მე კიდე უფრო ერთ პატარა ნიუანს შევიდა, რომელთაც აჭარულ ბორანოს კიდე უფრო საინტერესოს გავხდი და მაგას ბოლოსკენ გეტყვით, რას დავამატებ და თქვენი აზრიც მე მაინტერესებს. ეხლა დავჭრი, მდუღარე უნდა დავასხა, რომ ცოტა ჩალბეს ეს მშრალი ყველი ჩლეჩილი და შემდეგ კარაქის დაწვას თანმიმდევრობით გასწავლით და გაჩვენეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დაწვა კარაქის. კარამელიზირებას აღარ გამოვიყენებ მაგ სიტყვას. სანამ ყველი ჩალბება, მე დავჭრი ლურპაკის კარაქს, რა თქმა უნდა. კუბიკებად დავჭრი, რომ თანაბრად დაიწყოს დნობა. დაწვა უწარმოგვიდგენია ისე, რომ თითქოს, რა ქვია, ერთად უნდა შეუნთოთ მაღალი ცეცხლი და არიქა დაიწვას. აი ამაზე ვსაუბრობ, რომ ფრანგებს ეს მაღალ კულინარიაში ესე აქვთ, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს კარაქის დაწვა. მაგას კიდე ხა რო ჩავდებ, ჭურჭელს რაც თავარია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ჭურჭელში გააკეთებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თუჯის თუ არის უკეთესი, მოკლედ ყველანაირი ჭურჭელი, რომელსაც უფრო სქელი ძირი აქვს, რო ცეცხლი თანაბრად გადანაწილდეს და უცებ არ დაიწვას. ნუ შეგვეშლება უცებ დამწვარი კარაქი, უცებ დამწვარი ერბო, ჩვენ არ გვჭირდება. დავდგათ ნელ ცეცხლზე კარაქი და ან ჯოხით, ან კოვზით დავიწყოთ მისი მორევა. რომ თანდათან დაიწყოს დნობა. ეხლა მე მაქვს თიხის სპეციალური სქელი ჭურჭელი, რომელშიც თანაბრად გადანაწილდება და მეც მექნება აღქმის საშუალება თუ რა პროცესი მიმდინარეობს შიგნით და პირველად ქაფს რომ მოიკიდებს ჩვენი კარაქი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქაფი არის ცილა
რომელიც გამოეყო კარაქს და საბოლოო ჯამში დაიწყებს ქვემოთ ჩასვლას და შავ წერტილებად მოგვევლინება. ეს არის ცილა. უბრალოდ თუ გაგვექცა და გადაგვეწვა ძალიან მძაღე და არაფრის მთქმელ გამაღიზიანებელ გემოს იძეს. ამიტომ ძალიან ყურადღებით ნაზად უნდა მივყვეთ ამ საქმეს და ცეცხლი ვაკონტროლოთ რა თქმა უნდა. თეთრი კაფი, რომელიც ზემოთ ამოვიდა ცილა, რაც გამოეყო კარაქს, ეხა უკვე ქვემოთ დაიწყო ჩასვლა და ნახეთ როგორი ოქროსფერი მიიღო ჩვენმა კარაქმა. გამდნარმა. და ეხა რაც თქვი ის განსხვავებული ნოტა, რაც მე მინდა შევიტანო, ეს არის ყავა. დაფქვილი ყავა. და რატო? ისედაც როცა ვფიქრობდი ბორონოს გაკეთებაზე, აი ეს დამწვარი კარაქი ხო ასოციაციას გიჩეს ის წერტილები რაც აქვს, გონია რომ თითქოს ყავაა. ხო და მეც მოდი ყავას დავამატებ მეთქი და პლუს ყავის დამატებით აქ ხო გვაქვს თხილის ნოტები წინ წამოწეული, ყავის დამატებით მივიღებთ კიდე კაკაოს ნოტების დამატებას წარმოვიდგინეთ და უფრო საინტერესო და გემრიელი გახდეთ. სანამ უკვე დაწვისკენ წავა დავამატებ ყავს. თან ყავაც აქეთ ძალიან უყვართ. ნალექიანი ყავა. ეხა ეს სიშავე, ყავის სიშავია, კარაქი ჯერ არ დამწვარ. ამასობაში სანამ კარაქი პროცესს გადის, მე ყველზე დასხმულ წყალს მდუღარეს გადავასხამ და კეთში ჩავალაგებ, უკვე გავამზადებ ყველს, რომ დამწვარი კარაქი მოვასხა. აი ხა ისეთი არომატი მოდის, აი კარამელიზირებული თხილის, მხოლოდ თხილის, მოხალული თხილის კარამელში რო გადადის, აი კარამელის გემოცაა, თხილის გემოც არის და კაკაოს გემოც თან ახლავს ამ ყველაფერს და ძალიან გონია რომ ძალიან მოუხდება ყველს ეს ყველაფერი ბორანო ახლებური ვარიანტით. ძალიან გამაღიზიანებელი შავი ფერი არ აქვს
უბრალოდ ხა აქ არ ჩანს, აი დავასხამ ეხლა და ამით თავარი კერძი დასრულდება. ანუ ბოლო მოქმედებას ვაკეთებთ. რახმებს გამოსცემს. ეს დამწვარი ნალექი რაც აყავის და თვითონ კარაქის ესეც აუცილებლად მოსასხმელია კერძზე. უბრალოდ ცოტა დაღმართი რომ აქვს. წამოიღო მთელი სითხე ქვემოთ. ეხლა ამას ცოტა დრო ჭირდება, რომ კარაქი შელღვეს, გადნეს და მე კარგად ამოუწო ერთი ბუხანკა პური. ბუხანკა პური ვისაც ახსოვს, გამოიყურება აი ასე. გახსოვთ ბუხანკა პურები? სპეციალური ფორმა რო აქვს და მის ფორმას რო იღებს. აღსადგენი ამბავი არის და თავის სიმჟავეც თუ ეკნება ამ ფურს, ძალიან კარგი იქნება. არა. ფორმა და ვიზუალი ძველებურია, მაგრამ გემო არა. მოდი. ერთი, ორი, სამი, წავიდა. როგორც იქნა დანატრი დრო, როდესაც უნდა გავსვიოთ ჩემი გაკეთებული განსხვავებული ელემენტებით გაკეთებული ბორანო და თუხთუხებს. ახლა აქ რამდენი კალორიაა, მაგრამ თას უხდება კალორია, იმდა საჭიროცა. ეს პური უნდა ჩააწოთ. ყველის გაწელოთ. 12 კილომეტრი ეყოფა სირბილი ამის. საერთოდ არ აქვს გამაღიზიანებელი ან კარაქის ან ერბოსუნი ან იმიტომ რომ კარაქის დაწვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორად დაწვა. ანა მოდი. ხო გასინჯე. აი ეს ყუაი რა. იქიდან როგორ მოვა? აი შენ შეაფასე ხო? აი რა გემოს დაიჭერ? მაგრამ მე კარაქი ისე მიყვარს არ ვიზიანდები კარაქის გემოთ. კარაქის გემოს სტარს არ აქვს. ხალია. ხილის გემო რა. და ის კარამელიზირე და იგზნელა. მოკლედ განსხვავებული კარამელიზირებული ხილი როგორ აგიხსნათ, ხო, ვისაც ბორანო გაგისინოთ, ეს არის სრულიად განსხვავებული ბორანო, შედარებით კიდევ უფრო მსუბუქი, დახვეწილი გემოებით და აი რო ჭამდა, რო იხსენებ, ნეტა ეს რა გემო შეიძლება იყოს და გამაღიზიანებელი აქ არაფერი არა. აი ეს საინტერესოახლებული ვერსიები, ავთენტური ვერსიებიც რომ მოვამზადოთ, ამის საჭირო რომ გამოგიწერო და დაგვალაიქოთ. ასე რომ, გემშვიდობებით, დიდი ხნით არ გემშვიდობებით, აბა დროებით.